შემდეგი ინსტრუმენტი არის ძალიან ლამაზი, გიფების ანიმაციების შესაქმნელი ინსტრუმენტი. Brush წერტილი Ninja. ამას რეგისტრაცია არ ჭირდება, რეგისტრაციის გარეშეც შეგვიძლია ვიმუშავოთ. აი მაგალითად ასეთი გავაკეთე ერთი. მეორეს გაჩვენებთ. რომ წარმოდგენა შეიქმნათ, რა შეიძლება გააკეთოთ. პატარა ანიმაცია, ხო? მესამე იდეები თუ გაქვთ, რაზე გააკეთებთ. დავიწყოთ ახლა. როგორ უნდა შევქმნათ ასეთი ანიმაციები. გადახვედით ამ გვერდზე, აი ასეთი ყვითელი ზედაზოლით და ცარიელი ველით. თუ გადახვედით, მაშინ გადააწყაპოთ New-ს რომ დავაწყაპებ, გამოდის სხვადასხვა როგორი ზომისა ავირჩიოთ, თქვენინება როგორი, მაგრამ ძალიან დიდიც რომ არ იყოს და მარტივად ასატყვეთი რომ იყოს შემდეგში, აი ეს მესამე ვარიანტი ავირჩიოთ, დააწყაპეთ მესამე ვარიანტს. და გადავალთ ასეთ ცარიელ ველზე. გადმოხვედით, ხო? ნახეთ ახლა რას ვაკეთებთ. განვიხილოთ. ვიხილავთ ინსტრუმენტებს. პირველი ინსტრუმენტი არის რამის გადატანა თუ გინდათ. წაშლა, შემდეგ დუბლირება, დაჯგუფება და ასე შემდეგ, მაგას შემდეგში გაჩვენებთ. შემდეგი არის ფუნჯი. სახატავი ფუნჯი. ნახეთ, აქ არის მოცემული, როგორი ზომის ფუნჯი იქნება, წვრილი, ოდნავ მსხვილი, კიდევ უფრო მსხვილი, შემდეგ, ანუ ზომების მიხედვით. ასეთი. ეხლა ნახეთ ეს რომ გავააქტიური, აქ არის სხვადასხვა ზომის. თანქარი, მე რაღაცა ფერების შეცვლაც შეგვიძლია, ნახეთ, ფერებს შევცვლი და ყველას ერთად ეცვლება ფერი. აი გადავედი ახლა smooth, ანუ უფრო რაღაცა გადღაბნილივით არის. შემდეგი არის წერტილები. შემდეგი არის წყვეტილი ხაზები. შემდეგი არის რაღაცა სწრაფად გავლებული, შემდეგ მარკერი და ფერს შევუცვლიება. შემდეგ ნაფხაჭნივით, აბა ცოტა მსხვილი ავიღო და ისეც გავაკეთებ. აი. დააკვირდით განსხვავებულია, ხო, ესენი. სწორად მიმოქვს, მაგრამ ასეთი იხაზება. ამით. და ბოლოს არის საშლელი. აი რასაც გინდათ, საშლელს თუ მსხვილს აირჩევთ, მსხვილად წაშლის, თუ წვრილს აირჩევთ, წვრილად წაშლის. ანუ გავერკვიეთ თუ არა ამ ფუნჯში და ფერების ცვლილებებში. შემდეგი არის სურათის ატვირთვა, მაგრამ სურათის ატვირთვა არის ფასიანი, ამიტომ სურათს ვერ ავტვირთავთ. შემდეგი არის ფიგურები. ფიგურები, ნახეთ, შემიძლია ფერებს აქედან ვცვლი და ფიგურას აქვს ჩარჩოს ფერი, მაგალითად შავი ან ლურჯი, აი ეს არის ჩარჩოს ფერი და შიგთავსი. დავაწყაპებ აქეთ, შიგნით იყოს დავუშვათ რა ფერი? ვარდისფერი. ესე იგი რა გამოვიდა? ჩემი ფიგურა გარედან იქნება ლურჯი, შიგნიდან ვარდისფერი. ლურჯი ვარდისფერი. ეხლა ჩარჩოს სისქეს ამითი ვარეგულირებ. თუ წვრილი მინდა ამითი. ანუ ჩარჩოს სიგრძე, ფერი ჩარჩოსი და შიგთავსი. ამის შემდეგ არჩეული მაქვს კვადრატი და ნახეთ ასეთი კვადრატი დავხატე. ეხლა შევცვლი დავუშვათ ზომას, ფერსაც შევცვლი, შავი იყოს გარედან, შიგნიდან იყოს დავუშვათ მწვანე. შავი გარედან ჩარჩო და მწვანე. და გადავალ წრედს ავაგებ. შემდეგ ანალოგიურად წითელი გარედან და შიგნით იყოს ყვითელი. ეხლა ავაგებ სამკუთხედს. შემდეგი ვარსკვლავი მოდის, ვარსკვლავი. გარედან იყოს ყავისფერი, გარედან ყავისფერი. გული დავუშვათ, შიგნიდან იყოს წითელი და გარედან იყოს
ვარდისფერი. აი ესეც გული. თუ გადატანა მინდა ისარზე დავაწყაბებ და გადმოვიტან აქეთ. ამ ფიგურაზე რომ დავდგები, შემიძლია წავშალო, ან დუბლიკატი გავაკეთო, ან დავაჯგუფო. ეხლა დაჯგუფება რას ნიშნავს? ნახეთ, სანამ დაჯგუფებას გაჩვენებთ, აი ამ გულს ჩავსვამ მაგალითად ამ წრეში. აი ასე. და ეხლა გრუპს გავაკეთებ. ნახეთ როგორ ჯერ მოვნიშნავ აი ამას, მოვნიშნავ. და მერე დავაწყაბებ გრუპს. და ეხლა ესენი ცალ-ცალკე კი აღარ არიან, გაერთიანდნენ უკვე, ერთიანი გახდა, დაჯგუფდა. თუ ისევ მოვნიშნავ და ან გრუპს თუ გავაკეთებ, მერე კიდევ შემეძლება დავშალო. გასაგებია? შემდეგ flip, ანუ ამას არ ეთყობა flip, ნახეთ, ასე მოვიქცევი. აი ეხლა ამაზე გავაკეთებ flips. აი, ეს ასე ატრიალებს და ეს თავდაყირა ატრიალებს, სამკუთხედს გადმოვატრიალებ. ესე იგი, ერთი თავდაყირა ატრიალებს და მეორე გვერდულად ატრიალებს. აი დავუკვირდით. და წინ და უკან გადატანა. ნახეთ, ერთ-ერთს მოვნიშნავ, მაგალითად გულს და მინდა send back, უკან გადატანა. გარდა ამ ფიგურებისა, ჩვენ გვაქვს სხვა ფიგურებიც. აი აქ more-ში თუ შეხვალთ, more, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ფიგურები. მაგალითად ავირჩიე რა ფიგურა, აი ეს ყვავილი. და დავხატავ. თუ ფიგურა აირჩიეთ, სანამ ისარზე არ დააწყაბებთ, ვერ მოიშორებთ ამათ. ეხლა გადმოვიდეთ, ტექსტის დაწერაც შეგიძლიათ, დადგეთ და რაც გინდათ დაწეროთ, დაუშვათ გარემოს დაცვა. და insert. ფერი რაც მქონდა, იმნაირი გააკეთა. დავტოვებ ამ ტექსტს. ხაზების გავლება. სხვადასხვა სისქის ხაზი შემიძლია, სოლიდური ხაზი, თლიანი, ერთიანი, სწორი, წერტილები ოღონდ სწორხაზოვნად და წყვეტილები. ფაქტიურად ყველაფერი გავიგეთ, რაც გვინდოდა, ყველაფერზე ვისაუბრეთ და ეხლა ვიწყებთ უკვე ანიმაციის შექმნას. მე ეხლა წავშლი ყველაფერს. იმისათვის რომ წავშალო, ბევრი უნდა ვიწვალო, ამიტომ ნახეთ რას გავაკეთებ. დავაწყაბებ new და პირდაპირ news დავაჭერ. აღარ მინდა ცალ-ცალკე იმათი წაშლა, გამოვიტანე ცარიელი ველი. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ბოლოში გეტყვით, background-ის წვალება არ გჭირდებათ, პირდაპირ შეგიძლიათ background-ი გადმოიტანოთ. ამიტომ მოიფიქრეთ, რას გააკეთებდით და გავაკეთოთ. ეს არის გამჭვირვალე. აი ახლა შევალ ფიგურებში და ავირჩევ რაღაცა ფიგურას. ნატურას. დავხატე ასეთი ნატურა. დავაწყაბებ და აი ასეთნაირად ზომებს შევცვლი. ფერების არჩევა, ნახეთ, პალიტრიდანაც შეგიძლიათ რანაირი ფერიც გინდათ. თუ დაბლა პალიტრას დააწყაბებთ. ამას თუ გავააქტიურებ და მე ამას თუ დავაწყაბებ, ისევ დააბრუნებ საწყის პოზიციაში. ეხლა ჩიტი მინდა შემოვიყვანო, გადავალ ფიგურებში. აი. ნახეთ, ეხლა ძალიან მარტივ ანიმაციას გავაკეთებ, რომ თქვენს წარმოდგენა შეგექმნათ, რას ვაკეთებ. ამის მერე, ნახეთ რას გავაკეთებ. ამას დავაწყაბებ. დუბლირება და ეხლა ამ ჩიტს ოდნავ წინ წავწევ. ოდნავ წინ წავწევ. კიდევ დავაკოპირებ ამას, უკვე მეორეს ვაკოპირებ და ამ ჩიტუნას
უკვე აი აქ მივიყვან. ვითომ დააწყაპუნა ამაზე. კიდევ დავაკოპირებ, მოვნიშნავ ამ ნათურას, გარშემო წერილობას გავუხდი აი ამ ფერს, შიგნით ვითომ ნათურა აანთო. ასეც გავაკეთებ. გადავალ ახლა ხაზებში, წვრილ ხაზებში და აი აქედან გავუშვებ ასეთ ხაზებს. ვითომ სინათლე აანთო. შემდეგ ამას დავაკოპირებ. აი ამათ ადგილებს შევუცვლი. ეს არ მინდოდა, ამიტომ ამას მოვნიშნავ და წავშლი. კლავიატურიდანაც შეგიძლიათ. გადავაადგილებ, რომ მოძრაობის ეფექტი გქონდეს. კიდევ ერთჯერ დავაკოპირებ. უკვე ამას შიგთავს ფერს შევუცვლი, ვითომ ციმციმებს, მანამდე ეს უნდა მოვნიშნო. აქვე ჩიტუნას მოვნიშნავ და ამასაც შევუცვლი ფერს. ერთიც დამორჩა. თუ რამე შეგეშლებათ, არ არის პრობლემა, შეგიძლიათ წაშალოთ. და აქვე შემიძლია ზეც დავხატო. დავასრულებ ფაქტიურად ეს ყველაფერი. ახლა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ერთიანად შევკრა, მჭირდება ბექგრაუნდი, უკანა ფონი. ამისათვის გადავდივარ აი ამაზე, 2 ცალი კვადრატი რომ არის და უნდა მოვძებნოთ ბექგრაუნდისთვის რამე ფონი. ფონის მოსაძებნად აი ამას ავირჩევ მოძებნის ღილაკს. ინგლისურად უნდა ჩაწეროთ რამე სიტყვა, რომ მოგიძებნოთ. მოკლედ გაჩვენებთ ახლა პრინციპს რა გამოვიდა. აი აქ დავიწყებ ახლა გაშვებას, აი აქ და ნახეთ აბა რა გამოვა. მერე კიდევ რა შეგიძლიათ იცით? აი აქ სიჩქარეს მოუმატოთ, ან დაუკლოთ, როგორც გინდა. დავუკლებ, ან მოუმატებ. თუ რამე შეგეშლებათ, უკან დაბრუნებით შეგიძლიათ შეცვალოთ. აი მოვნიშნავ ამას. ეს იყოს. ეხლა მინდა შევინახო, უნდა დავასრულო ეს ყველაფერი. გადმოვალ ისევ მუშაობის რეჟიმში, ამას გავაჩერებ, save and export. ჩამოტვირთვა. ფაქტიურად ორივე ერთნაირს აკეთებს. Save file. შევინახავ. და ჩამოტვირთე ჩემს დესკტოპზე. ან export as GIF, აი ეს. ამას უფრო გერჩევთ. GIF-ის სახით შენახვა. და download animated GIF. ჩამოტვირთ. გავხსნი ახლა ამას. და ნახეთ რა ლამაზი პაწაწინა ვიდეო გამომივიდა. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. Export as GIF, download animated GIF.
და მერე save.